სალამი, მოგესალმებით. ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას და ჩვენ 66-ე ნაწილზე გადავედით, რომელიც ჩაწერილია 2017 წლის 20 აგვისტოს. შემდეგ იყო ძალიან საინტერესო და პრაქტიკული, უკვე საქართველოშიც აქტუალური გახდა და ეხება ცისარტყელას. გახსოვთ ბიბლიაში, დაბადების წიგნის მე-9 თავში, ნოეს ღმერთი აძლევს ამ ნიშანს წარღვნის დასრულების შემდეგ და ამას ჩვენ წავიკითხავთ მე-9 თავში და პიროვნებას აინტერესებს თუ რატომ იქნა აღებული LGBT-ს მიერ და რა განსხვავება მათ გაგებასა და ბიბლიურ გაგებას შორის ცისარტყელას შესახებ. შეგიძლიათ ცისარტყელაზე ბატონმა ჯონმა ახლა აღარ გაცა პასუხი, უფრო დეტალურად მოიძიოთ თუ რას გულისხმობენ ისინი ამ ფერებში, შეგიძლიათ მოიძიოთ და თვითონ ნახოთ, ვისაც გაინტერესებთ, მე მგონი ქართულადაც არის ამაზე ინფორმაცია, მე ამათი არ დავკავდები ახლა, მაგრამ ძირითადი რასაც ჯონი განსაზღვრავს, ეს ბიბლიური იქნება და ასევე ის დამოკიდებულება, რომ კითხვის დამსმელი არ უნდა რომ რაღაცა აგრესია ატარონ, იმიტომ რომ იცით ხომ ძალიან ბევრ ადამიანში ეს აგრესიას იწვევს. ეს მორწმუნე იქნება თუ შეიძლება არ იყოს ქრისტიანი, მაგალითად იყოს მუსლიმანი ან რაღაც და ყველა რო უსმენს, ალბათ ჯონ მაკარტური ტელევიზიაშიც გადის ეს ყველგან და ცდილობს რომ უფრო თავშეკავებული იყოს და უფრო სწორად წარადგინოს, რომ მე ვიზიარებ ამ იმას, იმიტომ რომ ადამიანებს ვისაც ჩვენ გვიწევს ასეთ პიროვნებთან შეხება სამსახურში, ავტობუსებში, იმაში ჩვენ გვაქვს ავტობუსები შეხებილი ამ ფერებში, ხომ და როგორ გავართვა თავი ამას? და ჯონ მაკარტურის პასუხი ჩემთვის სრულიად მისაღებია, სწორია, ქრისტიანულია, იმიტომ რომ ესეთები იყვნენ პავლეს დროსაც და ამასაც გაიხსენებს ჯონ მაკარტური კორინთელთა წერილიდან. რომ ჩვეულებრივი რამე იყო პავლეს დროსაც წარმართებში, მიუხედავად იმისა, რომ ის იყო იუდაველი, ის იყო ფარისეველი და ძალიან ესე თქვა ბენიამინის ტომიდან მას დაბადება მოუწია რომის იმპერიაში, გახსოვთ ხო? ალბათ დღევანდელი ანაკლის ტერიტორია შეიძლება დიახ უფრო ეგრე ანაკლის ტერიტორია, თურქეთის ტერიტორია დღევანდელი იქ დაიბადა ხო ტარსუში პავლე და მას უშუალო შეხებაც ექნებოდა ხო ესეთ ადამიანებთან, წარმართებთან. შეიძლება იერუსალიმში დაბადებულს არ ქონდა ესეთი გამოცდილება, მაგრამ მას ქონდა ეს გამოცდილება. ასევე რომ დადიოდა, მოღვაწეობდა მისიონერულ იმებში, მას ექნებოდა თვითონ იმპერატორები იყვნენ ესეთები. და ჩვეულებრივი რამე იყო იქ. და ზუსტად ესეთი გარემოდან, ესეთი ურთიერთობებიდან გამოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი და გახდა ქრისტიანი. და ბუნებრივია, დღესაც ჩვენ როცა ვეხებით ამას, ვიღოთ იმისა, რომ შეიძლება ეხლა გამძაფრდა ეს თემა და უფრო გაიყრნა საზოგადოება. არაფერი ახალი არ არის დედამიწაზე. ამას ბიბლია გვეუბნება, იცით, ეკლესიას და წიგნში. ამიტომ ჩვენ არ უნდა რაღაცა აღშფოთეთ ისეთი გაგებით, რომ ზიზღი გქონდეს და ზიზღი ცოდვის მიმართ უნდა გქონდეს, მაგრამ ადამიანები გვიწევს ურთიერთობა და ეს არანაირად არც კანონით იქნება სწორი და არც ჩვენი ქრისტესაც არ მოეწონება ეს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ისა, ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს და არ უნდა გქონდეს რაღაცა ესეთი რბილი დამოკიდებულება, რასაც ქვია ხო, ზოგი სახში რო იწევს და ურთიერთობაში და მეგობრებიც ეყავს ესეთ. არა, ამით ჩვენ ეუნები რომ ადამიანი არ გამოიცოლოს. არის რაღაცა ბალანსირებული ოქროს ხაზი, რომელზეც ჩვენ უნდა ვიაროთ ქრისტიანებმა, რომ არ ტაბურეტიკებს არ წამოვკიდოთ ხელი, როგორც ეს მართლმადიდებლებმა გააკეთეს, ხო? და თავში ურტყათ და იმას ავქნათ ადამიანებს და არც ზედმეტად დავჯდეთ და მაგათთან პური ვჭამო და ხელები გადავხვიოთ და რა ვიცი რაც გააკეთა ზოგიერთმა იმაა, ხო, ლიბერალურმა თუნდაც ხვდლება. ხო მოდით მოусვინოთ, რას ამბობს ჯონ მაკარტური ამის შესახებ. და რა თქმა უნდა, ჩვენ მე-9 თავსაც ამ ადგილს წავიკითხავთ, დაბადების მე-9 თავი, ესე იწყება. და უთხრა ღმერთმა ნოეს და მის ძევს მასთან ერთად. აჰა, აღთმაზდებ თქვენთან და თქვენ შთამომავლობასთან, ყოველ სულდგუმთან, რომელიც თქვენთანაა, ფრინველთან და პირუტყვთან და მიწის ყოველ მხეცთან, რომელიც თქვენთანაა, ყველასთან, ვინც კიდობნიდან გამოვიდა. აღთმაზგიდებთ, რომ ამიერიდან წარღვნის წყლებით არც ერთი ხორცილი აღარ მოისპობა და წარღვნა აღარასოდეს მოხდება დედამიწის დასაღუპავად. ჩვენ ვიცით, ბიბლია ამბობს, რომ უკვე ცეცხლით მოხდება, ამას პეტრეც ადასტურებს, აპოკალიფსიც
ცეცხლით მოხდება შემდეგი განკითხვა, ბოლო განკითხვა 1000 წლეულის შემდეგ, ხო? ეს არ არის რომ იცოდეთ ქრისტეს მეორედ მოსვლა. ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს დედამიწა ისევ დარჩება, განახლდება, მაგრამ ლაპარაკია შემდეგ 1000 წლეულის შემდეგ, როცა სატანა გამოშვებული იქნება, აი მერე არის ცეცხლით რომ დაიწვება დედამიწა. და დაირღვევიან კავშირები, პეტრე ამას გვიყვება. მე-12 მუხლი თქვა ღმერთმა, ეს არის ნიშანი აღთქმისა, რომელსაც ვდებთ თქვენთან და ყოველ ცოცხალ არსებასთან, სამარადისო აღთქმა იმ თაობებთან, რომლებიც მოვლენ. ჩემი ცისარტყელა დავადგინე ღრუბლებში და ის იქნება ჩემსა და დედამიწას შორის დიდებული აღთქმის ნიშანი. როცა გადავაფარებ ღრუბლებს დედამიწას და გამოჩნდება ღრუბლებში ცისარტყელა, გავიხსენებ აღთქმას, რომელიც ჩემსა და თქვენ შორის, ყოველ ცოცხალ არსებასა და ხორციელს შორის დავდე და აღარ იქცევა წყალი წარღვნად ყოველი ხორციელის დასაღუპავად. გამოჩნდება ცისარტყელა ღრუბლებში, დავინახავ მას და გავიხსენებ საუკუნო აღთქმას ღმერთსა და ყოველ მიწიერ ხორციელ არსებას შორის, რაც კი არის დედამიწაზე. დაუთხრა ღმერთმა ნოეს, ეს არის ნიშანი აღთქმისა, რომელიც დავდე ჩემსა და ყოველ ხორციელს შორის, რომელიც კი ცხოვრობს დედამიწაზე. და მერე მოდის ჩამოთვლა მისი ძეების. აი ამაზეა ლაპარაკი და პიროვნებას აინტერესებს. საღამოს შვიდობისა პასტორ მაკარტურ. მე კევინ მაკიუ მქვია. გამარჯობა კევინ. ჩემი კითხვა ეხება დაბადების მეცხრე თავს. შეგიძლიათ ამიხსნათ განსხვავება ქრისტიანების მიერ აღქმულ ცისარტყელასა და ცისარტყელის რწმენასა და სოფლიოს მიერ ფერებში არსებულ ამ ცისარტყელას შორის. გთხოვთ და ჯონი, თქვენ გულისხმობთ განსხვავებას ცისარტყელას შესახებ ბიბლიურ შეხედულებასა და LGBT-ქვის შეხედულებას შორის? დიახ, პასტორ ჯონ. დიახ, შეხედეთ წმინდა წერილში ცისარტყელა თუ რას ნიშნავს და რისი სინათლეა და რისი ნიშანი. ეს არის ღვთის დაპირება, რომ აღარასოდეს წყლით არ წარღვნის სამყაროს. ეს არის ღვთის დაპირება, რომ აღარასოდეს დაიხრჩობიან ადამიანები და წყლით არ იქნებიან დასჯილები. და უბრალოდ თუ შევხედავთ ფიზიკური იმითი, ეს არის ჰაერში წყალი, რომელიც პრიზმად გარდატყდებიან ეს სხივები და რომლის მეშვეობითაც სინათლე გაივლის და წარმოშობს ფერებს. ეს არის ჩვენი ლამაზი ცისარტყელა. და ჩვენ მუდმივად ხედავთ ნებისმიერ სოფლიოს კუთხეში. ჩანჩქერები იქნება თუ წვიმის შემდეგ. ეს არის ღვთის მიერ მუდმივი შეხსენება, რომ ის აღარასოდეს გაანადგურებს დედამიწას წყლით. და ჩემთვის გასაკვირი სულაც არ არის, რომ სატანა ცდილობს ღვთისაგან მიღებულ ამ წმინდა უნივერსალურ გლობალურ დაპირებას გაამრუდოს და ესეთ უხეშად დაამახინჯოს. სწორედ ამას აკეთებს ის, ამახინჯებს ის ყველაფერს ღვთისას. ახლა არ ვიცი LGBT-ქვის სამყაროს წარმომადგენლები რამდენად შეგნებულად აკეთებენ ამას და რამდენად შეგნებულად იქნა ეს გაკეთებული აქტი, მაგრამ სატანის თვალსაზრისით ეს 100%-იანად ესეა, რომ სატანა აკეთებს ამას. და რაც შეეხება ამ სათემოში ჩარჩენილ ადამიანებს, ისინი აუცილებლად დიდი სამჟავროს წინაშე წარდგებიან. და ეს იქნება მთელი სამყაროს განადგურება ცეცხლით. და შემდეგ მარადიული ცეცხლი ჯოჯოხეთში. რადგან არავინ, ვინც ამ ცხოვრების წესით ცხოვრობს, ვერ დაიმკვიდრებს ღვთის სასუფეველს. და კიდევ ერთხელ მინდა რომ თქვითრათ, რომ ეს არის სატანის ხრიკი წმინდა წერილს რომ დაცინოს. და მე ფიქრობ, რომ ძირითადად ამ თემის ხალხს წარმოდგენა არ აქვთ ამაზე, თუ რას აკეთებენ. და ზოგიერთი მათგანი ფიქრობს, რომ შეიძლება ქრისტიანი იყოს და მაინც ამას აკეთებდეს. იცით ხომ არიან ესეთი ეკლესიებიც, სადაც უკვე ჰომოსექსუალისტური პასტორებიც კი არიან. და მეც მინდა ვთქვა ეს საპასუხოდ. მინდა რომ გაითვალისწინოთ, რომ ისინი ჩვენი მტრები არ არიან. ჩვენი მტერი სატანაა. არამედ ისინი არიან ჩვენთვის მისიონარული მოქმედების ველი. და ჩვენ არ შეგვიძლია გამოვყოთ თუნდაც ეს ცოდვა, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ჩვენთვის
და რაღაც ცალკე კატეგორიაში მოვათავსოთ. თითქოს და ეს ცოდვა სხვა ნებისმიერ ცოდვაზე უფრო დიდია. კარგად დაიმახსოვრეთ, ცოდვა, რომლისთვისაც ნებისმიერი ადამიანი ჯოჯოხეთში იქნება განწირული, ეს არის იესო ქრისტეს უარყოფა და არ მიღება და მისადმი რწმენის უქონლობა. ეს არის მიუტევებელი ცოდვა. გახსოვთ, იესოც იმეორებს ამას, რომ ყველაფერი მიეტევებათ ადამიანს, მაგრამ სული წმინდის გმობა არა. ყველა სხვა ცოდვა, ნებისმიერი ცოდვა შეიძლება მიტევებული იქნეს ნებისმიერი ადამიანისათვის. და პირველ კორინთელთა წელში მიმართ პავლე ამბობს, რომ ზოგიერთი თქვენგანი ასათები იყავითო, ჰომოსექსუალი, მრუში, მეძავი და ყველა დანარჩენი, ლოთები, ღორმუცელები და ასე შემდეგ. ამიტომ მე ხანდახან მეშინია კიდევაც, როცა ვხედავ, რომ ეს განსაკუთრებით ამ ორგანიზაციის მიმართ, როდესაც ისინი ასე ძალაუფლებას და აღმავლობას განიცდიან, ხომ, ჩვენს კულტურაში, რომ ისინი ჩვენ აღვიქვათ მხოლოდ ჩვენ ტრებად, მაგრამ სხვა ცოდვებზე უფრო მიმტევებელი და ტოლერანტები გახდეთ. მართალია, რომ ამაში არის ნამდვილი საშინელი რეალობა, რომ ეს ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს ემუქრება და თავზე იწყება მოხვევა სკოლიდან დაწყებული და ეს ვიცით, რომ სატანიდან ჩვენი მტრისაგან მოდის, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მასში ჩაძირული ადამიანები ჩვენ უნდა დავინახოთ, როგორც ჩვენი მისიის სამოქმედო გარემო. მათ ჭირდებათ ქრისტე. მე ეს ადრეც მithქვამს, რომ შესაძლოა ზოგიერთ თქვენს ადამიანს რომ შეძლოთ და დაეხმაროთ ასეთებს, თუ გექნებათ ამის საშუალება. შეხედეთ ამერიკაში, როგორ აქტუალურია რომაელთა წერილის პირველი თავი და როგორ ხდება ამ წინასწარმეტყველების აღსრულება ჩვენ თვალწინ, ჩვენს ქვეყანაში. რომ ღვთის რისხვა ზეციდან ცხადდება ყოველგვარ უღმერთოებაზე და უსამართლობის წინააღმდეგ. იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც უსამართლობაში ჭეშმარიტება ქონდათ, მაგრამ უსამართლობაში რჩებიან. თუ რომელიმე ქვეყანა, ან რომელიმე ცივილიზაცია ჭეშმარიტების მომსწრე იყო და გამჟღავდა ჭეშმარიტება, ეს არის ჩვენი დასავლური ცივილიზაცია და ამერიკა განსაკუთრებით, რომლებსაც ყველა საშუალებით მიეცა და დღესაც ეძლევათ ჭეშმარიტება. ხელმისაწვდომია მათთვის ეს ჭეშმარიტება. იყო დრო, როდესაც ჩვენ ამ ჭეშმარიტებას და ღვთის სიტყვას ვიცავდით. მაგრამ ეს დაცვა იყო უსამართლობაში. ამიტომაც ეს ღვთის რისხვა ვლინდება. მაგრამ ეს არ არის ის მარადიული რისხვა და ჯოჯოხეთი. ეს არ არის ესხატოლოგიური რისხვა. არამედ ეს არის რისხვა, რომელიც აღწერილია, ნახეთ, ეს არ არის ის რისხვა, რომელიც აღწერილია საუკუნის დასასრულს. არამედ ეს არის რისხვა, რომელიც აღწერილია რომაელთა პირველ თავში. და როგორია ეს რისხვა? ეს რისხვა არის მათ მიმართ, ვისაც სიმართლე ჭეშმარიტება ქონდა, მაგრამ უსამართლობაში დარჩა. ანუ მათ მიატოვეს ჭეშმარიტება, რომელიც მათ ქონდათ. და გახსოვთ, მე ბევრჯერ მithქვი, არსებობს სამსაფეხურიანი ეს რისხვა სამსჯავრო, რომ ღმერთი თავის ნებაზე მიუშვებს, მიატოვებს ამ ცივილიზაციას და ამ საზოგადოებას და გადაცემს მათ ვნებებს. და ეს განსაზღვრავს იმას, თუ რა არის ეს რისხვა. პირველ რიგში ისინი სექსუალურ გარყვნილებას გადასცა. მან ისინი მრუშობას და ყველანაირ სიძვას გადასცა. ამრიგად, როდესაც ღმერთი გადააქცევს კულტურას, როდესაც ღმერთი იღებს კულტურას, რომელსაც ჰქონდა ჭეშმარიტება და უსამართლობაში ინახავდა ამ ჭეშმარიტებას, ღმერთი თავის ნებაზე უშვებს, ათავისუფლებს ამ რისხვას და პირველი რასაც დაინახავთ, ეს არის სექსუალური რევოლუცია. რაც ჩვენთან მოხდა ამერიკაში, ხომ? და ეს ვნახეთ ჩვენ მოყოლებული 50-იანი წლებიდან. კულმინაციას 80-იან წლებში მიაღწია. ეს იყო სექსუალური რევოლუცია. შემდეგ წერია, რომ ღმერთმა ისინი ჰომოსექსუალობას გადაცა
ჰომოსექსუალურ ცოდვას, რომ ქალები ქალებთან, კაცები კაცებთან აკეთებდნენ ყველანაირ სისაძაგლეს. რომ მათ მიიღეს თავიანთი ურჯულოების საკადრისი საზღაური. და რაც იქნებოდა შიდსი და სხვა სქესობრივი გზით გადამცემი დაავადებები. ასე რომ რომაელთა პირველ თავში მოხსენებული სექსუალური რევოლუცია, როდესაც ღმერთი განჯის წერს და რომელსაც მოყვება მერე ჰომოსექსუალური რევოლუცია. და ჩვენ ამ მდგომარეობაში ვართ ბოლო 15-20 წლის განმავლობაში. ამას ხედავთ ჩვენს ქვეყანაში, დასავლურ ცივილიზაციაში, რადგან ჩვენ გქონდა ჭეშმარიტება, მაგრამ ჩვენ ვიყავით უსამართლობაში. ჩვენ მას ვინ არჩუნებდით, მაგრამ უსამართლობას ჩავდიოდით. რადგან ვიცავდით ღმერთის შესახებ, მაგრამ მაინც უარყავით იგი, როგორც ღმერთი. რადგან ჩვენ გავხდით ბრძენი საკუთარ თავში და დავიწყეთ ღვთის რისხვის ეს განცდა. და რისხვა მაშინ მოვიდა, როდესაც ღმერთმა სექსუალურ და ჰომოსექსუალურ რევოლუციაში მიგვიშვა. ამას მოყვება მესამე ბოლო, რომ ღმერთი გადაცევს ამ ადამიანებს გარყვნილ გონებას. და გარყვნილი გონება ეს ნიშნავს გონება, რომელიც ვეღარ ფუნქციონირებს. ეს არის გარკვეული სიგიჟე, სიბეცე. და იცით, 5 წლის წინ ხომ, რა იქნება ეს სიგიჟე? როგორ ფიქრობთ ამაზე? ეს არის ის, რასაც ჩვენ გვესმის ახლა უკვე, რომ ადამიანები ამბობენ, რომ ისინი მამაკაცები დაიბადნენ, მაგრამ საკუთარ თავს ქალად აღიქვავენ. თქვენ გოგო ხართ და საკუთარ თავს მამაკაცს უწოდებთ. და თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რა სქესიც გინდა გქონდეთ, რომ სქესი ცვალებადია. შეგიძლიათ იყოთ ნებისმიერი რამე, რაც გსურთ. ეს არის ზუსტად სიგიჟე. ეს არის გონება, რომელიც უკვე ვეღარ ფუნქციონირებს. და ეს არის ზუსტად იმ ღვთის რისხვის შედეგი, საბოლოო ეტაპი, გარყვნილი გონება. ჯერ სექსუალური რევოლუცია, მას მოყვება ჰომოსექსუალური რევოლუცია და შემდეგ გარყვნილი გონება. სადაც ადამიანები უკვე ვეღარც აზროვნებენ. და ისინი იღებენ უკვე კანონებს, რომელიც ამ ტიპის სიგიჟეს მხარს უჭერს. და ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ეს ერი და ეს დასავლური კულტურა ღვთის რისხვის ქვეშაა. და ეს არის ღვთაებრივი სამჟავრო და შეხედეთ ამას ასე. და ჩვენი პასუხისმგებლობაა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა გადავარჩინოთ ეს ადამიანები ამ დროებითი სამჟავროს შედეგებისაგან, რათა მას არ მოყვეს საბოლოო მარადიული სამჟავრო და ჯოჯოხეთი. ასე რომ ნუ აღმოჩნდებით იმ მდგომარეობაში, სადაც ამ დაკარგულ სულებს თქვენ ტრად გამოაცხადებთ და თავდადაც დაესხმევით. ისინი წარმოინეგინეთ როგორც თქვენი მისიონარული მოღვაწეობის ველი, რომ მიიტანოთ სახარება და უქადაგოთ სახარება მათ და გააგებინოთ ქრისტეს შესახებ. და მადლობა სუხთის კითხვის დამსმელი. ვიცი რომ ეს გრძელი პასუხი იყო და მეც ბოდიშს გიხდით ამაზე, თქვა ჯონ მაკარტურმა. მადლობა მოსმენისათვის.